პირველ რიგში დავიწყე იმაზე ფიქრი, რა გამოადგებოდა ჩემს შვილებს. მერე უკვე რეგიონს, სოფელს და ასე შემდეგ და აქედან დაიბადა ეს. არ შემიძლია ერთფეროვანი რაღაცეები. ჩვენც არ გვასვენეს, არ გვეკითხება, შეგვიძლია, არ შეგვიძლია. რო გადმოვედი, ანუ ეხა ეს მალე გაიქცევა აქედანო. ანუ არ სჯეროდათ, რომ აქ დავრჩებოდი და გავაკეთებდი ამ ყველაფერს. თუ გინდა რომ გრძელი, ხარისხიანი, კარგი აბრეშუმის ძაფი გამოვიდეს, მაშინ ეს არ იჭრება. ამას ესე ჩაყობ. ცხელ წყალში. და შეგეძლიათ ამითი სახე გაიწმოდოთ. აქ არის ჯანი, აქ არის საკმიელა, აქ არის ოცხანური საფერი, აქ არის ჩხავერი. მედეა კვარაცხელია, იგივე ტატულა ბებო ინახავდა ყველს. საუკუნის დერგია. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყოა ოცხანურ საფერეში დაძველებული თხის ყველი. Tamrico. Iak terieri. Ha. მე როგორც ხედავ, აქ მთავარ როლში თამრიკოა. კი, ნამდვილად თამრიკო არის. ესე იგი, წინა ძღოლი. პირველი თხაა ჩვენი. პირველი მოვიყვანეთ თამრიკო და აქედან დაიწყო ჩვენი ფერმის ამბავით ზუსტად. ვარდისფერი რქები აქვს ხო. და ფიქრობთ დანარჩენსაც შევუღებოთ რქები. ესე გადაუწყუტეთ. შეღებილია ესე. კი, კი. მოიწონა საზოგადოებამ და ამიტომ გადაუწყვეტეთ, რომ აჰა. მოდი აქ. მირთვი. ერთი თუ გადმოგეპარა ეზოში, ჭამს ყველაფერს. ხო, წეღან შევამჩნია შევამჩნიე ჩვენი ნალოლიავები ვარდი. შეიწირა 2 წუთში. ჩვენი 30 ვარიანი ვარდი, შეჭამა 30 წამში. ჩვენ ვართ ახლა კალას ფერმაში, ეს არის კალანდაძეების ოჯახი. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2 წლის წინ თბილისში ვთქვი, რომ აღარ შემიძლია აქ ცხოვრება, აღარ მინდა არანაირი სამუშაო, მინდა რომ წავიდე გავერიდო ყველაფერს და აი არ ვიცოდი რას გავაკეთებდი სოფელში, საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა. უბრალოდ ვიცოდი, რომ აი რაღაცას ისეც დავიწყებდი, რომ აი რაღაც დიდი ნაბიჯი იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში და ზუსტად ეგრე გამოვიდა. მოვკიდე ისეთ საქმეს ხელი, რაც ჩემთვის ძალიან უცხო იყო. და პირველ რიგში დავიწყე იმაზე ფიქრი, რა გამოადგებოდა ჩემს შვილებს. მერე უკვე რეგიონს, სოფელს და ასე შემდეგ და აქედან დაიბადა ეს. ამ გადასვლას კიდე უფრო საინტერესოს ხდის თქვენი წინასაქმიანობები. ჩვენ კოლეგები ვართ, შეიძლება ითქვას, თქვენ ჟურნალისტის გამოცდილება გაქვთ და ასე ბანკში მუშაობდით 10 წლეულები, ხო? პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რადიოშიც მუშაობდი, ტელევიზიაშიც მუშაობდი და მე უკვე 14 წლის განმავლობაში მუშაობდი პერსონალური საბანკო მრჩეველი ვიყავი, ასე ვთქვათ, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების და საკმაოდ კარგი, სტაბილური სამსახური მქონდა ნორმალური ანაზღაურებით, მაგრამ აღმოჩნდა ხებთან უკეთესი. აღმოჩნდა რომ თამრიკოსთან უკეთესი. სხვა გარემოა და რაღაც სხვანაირად გრძნო ფაქტორი. ამას ხო ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება და რისკების გათვლაში ახლა გექნებოდათ დიდი გამოცდილება და მაინც რაღაც შინაგანი მზაობა, მთლიანად იცვლი ცხოვრების სტილს, წესს, უარს ამბობ თითქოს და რაღაც კომფორტულ გარემოზე და ინაცვლებ სულ სხვა რეალობაში. ამხელა კარიერის და ამდენი წარმატებული საქმის შემდეგ, რომელი მომენტია, რომელიც უკვე გიბიძგებს, რომ აი სოფლად უნდა წახვიდე და აი ეს საქმეში უნდა იყო. ეხლა ცოტა ვრცლად გეტყვით, ზოგადად არ მოყარს რაღაცის კეთება სანახევროდ. თუ რაღაცას ვაკეთებ, უნდა გავაკეთო მთელი გულით. იქ სადაც მე მუშაობდი, გრძნობდი რომ რაღაცას ვაკეთებდი მხოლოდ ვალდებულების გამო, ბოლო პერიოდში უკვე. ანუ როცა რაღაცა საქმეს, როცა რაღაცა პროდუქტს ქმნი, იქ უნდა ჩადო მთელი სული და გული და როცა ეს არ არის, აი არ შემიძლია ვიღაცამ არ უნდა მითხრას ამაზე საყვედური, ვიღაცამ არ უნდა მიბიძგოს. აი მე თვითონ არ ვგრძნობ იქ თავს კომფორტულად.
რა მიბიძგათ, გურია მიყვარს ძალიან. წარმოშობით მეც გურული ვარ. ჩემი მეუღლეც წარმოშობით აქაურია. ჩვენ სულ მოვდიოდით აქ თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ. პანდემიის დროს მით უმეტეს სულ აქეთ ვიყავით. ანუ მაინც ასე თუ ისე ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან გადმოვიდოდით მაინც აქეთ საცხოვრებლად. არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ როდის მოვრჩები რაღაცა ის 15 წლიანი იპოთეკურ სესხს. როდის გაიზრდებიან ეს ბავშვები და ჩააბარებენ სკოლაში, დაამთავრებენ უნივერსიტეტს. აი ამებზე ფიქრს თუ დაიწყებ, ვერ გადადგავ მაგნაბიჯს, უნდა გაბედოთ და რასაც გაბედავთ, ის აუცილებლად გამოვა. აი ნამდვილად ამაში დავწმუნდი, იმიტომ რომ თუ დაჯდები, კი მესმის, რომ ძალიან რთულია ესეთი დიდი ნაბიჯის გადადგმა, თუ გვერდში ადამიანები არ გიწყობენ ამ ყველაფერში ხელს. მე მაგალითად უდიდესი გვერდში დგომა მქონდა ჩემი მეუღლის, ჩემი ოჯახის წევრების, მშობლების, ბავშვებისაც. მე მყავს ახლა 20 თხა, მაგრამ ეს 20 თხა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საწარმო მიმუშაო სტაბილურად. ჩვენ გავხდით ასე ვთქვათ სტიმული სოფლის მაცხოვრებლებისთვის. რამოდენიმე ფერმერისგან ვიბარებთ ლაბორატორიულად შემოწმებულ თხის რძეს. შემოწმებულია როგორც რძე, ასევე თვითონ ცხოველის ჯანმრთელობაც და ეს გახდა მათთვის შემოსავლის წყარო. მე თქვენ გაჩვენებთ ჩვენი სახლის ფოტოს, როგორიც იყო ამ სახლის, სადაც ჩვენ 3 ბავშვით გადმოვედით საცხოვრებლად. ანუ აქ არ იყო არც ცხელი წყალი, არც ნორმალური აბაზანა, არც ინტერნეტი, ანუ არც ტელევიზია. ყველაფერი ნელ-ნელა შევქმნით და თვითონ სახლიც იყო საკმაოდ ისეთ მდგომარეობაში, რომ ნორმალური ადამიანი იქ არ იცხოვრებს. მაგრამ სხვადასხვა პროექტების დახმარებით გავაკეთეთ და გავხდით სტიმული სოფლის. ჩვენ ფაქტიურად სახლს მთლიანად გავუკეთეთ რესტავრაცია, ეკოტურიზმის ასოციაციის არაჩვეულებრივი პროექტი იყო, ოდა სახლების. ასევე ევროკავშირის გრანტით ავაშენეთ საწარმო და ამ ეტაპზე ვართ ერთადერთი გურიაში თხის რძის საწარმო, თხის ყველის საწარმო. ასევე სახელმწიფო გრანტით ქალთა გაძლიერების პროგრამით ავაშენეთ სათბური და მქონდა სასათბურე მეურნეობა, მაგრამ სამწუხაროდ დიდ მათოვლმა დაანგრია და ისევ გეგმაშია მისი აშენება. და ასევე ავსტრიის განვითარების ფონდით, ეხლა რაც ყველაზე ძალიან მიხარია, არის ის, რომ გავაკეთეთ ქალთა საშაბათო სკოლა. ანუ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს სხვადასხვა მიმართულებით ვუტარებთ ტრენინგებს მათი განვითარებისთვის, მათი ყოფის გაუმჯობესებისთვის და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდისთვის. საინტერესოა, ეს აქვე ხდება? კი, ჩვენთან, ჩვენ სივრცეში შეგიყვანთ განახებთ ყველაფერს. თუ აქამდე ის ფერმერები, ვინცაც ყავდათ თხეები სოფელში, იყვნენ სტაბილური გასაღები. ხო, ანუ უფრო სხვა მიმართულებით, აი მეცხოველეობის მიმართულებით ყავდათ თხეები, ყიდნენ ციკნებს და ასე შემდეგ. ეხლა უკვე დაინტერესდნენ იმით, რომ დაიწყეს კარგი ჯიშების მომრავლება იმისთვის, რომ ბევრი და ნატურალური რძე ჩაგუბარდეს ჩვენ და ჩვენც შესაბამისად ისე მივაწოდოთ მომხმარებელს. რა მაგარია. რადიკალურად განსხვავებული საქმე გაქვთ შეთავსებული. ეს აქტიური გიჟი გადარეული თხები და ეს რა ვიცი, ხო, დამშვიდებული უნაზესი და ჩემი დედამთილი, ანუ ჩემი მეუღლის დედა მეუბნება, რომ შენ თავს არ ასვენებო. ხო და მე მომწონს ეგ ამბავი, რომ არ ვასვენებ ჩემ თავს, იმიტომ რომ არ შემიძლია ერთფეროვანი რაღაცეები. ჩვენც არ გვასვენებს, არ გვეკითხება, შეგვიძლია, არ შეგვიძლია. უნდა სოფელში წინაშე დგებით პირდაპირ, ხო? ებრები ჩაგვაყენა მაშინ. სოფლის ფერხულში. მას ცერემონიალში. გადმოვიყვანე ბებიები იმდან ქალაქიდან სოფელში საცხოვრებლად. ხო და
ამ ამბავში მომწონს ყველაზე მეტად რა გითხრა ისე. დაგვია ამას ტერორისტი ხო ქვია. არა, ყველაზე მაგარი რა იყო, იცი, აქ რო გადმოვედი, ანუ ეხა ეს მალე გაიქცევა აქედანო. ანუ არ სჯეროდათ, რომ აქ დავრჩებოდი და გავაკეთებდი ამ ყველაფერს. მერე რო დავიწყეთ საწარმოს მშენებლობა, ვის რა თუნდა შენი თხის ყველი და რაღაცა. ანუ სულ ამ წინააღმდეგობებს სულ ვაწყდები. აი სულ მესმის ხაზი რომ გაველურებული იყო აქ ყველაფერი, აქ არის ცხოვრებოდა, იმიტომ რომ მარტო ზაფხულობით ამოვდიოდით, შვილიშვილები ამოყვავდა და ზაფხულობით ახლა მდინარეზე ვიბანდით. ხო. სხვა რა უნდა გეკეთებინა? ველურად სტიმულს რა მაძლევს, იცით, რომ ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც არის მივიწყებული, დაკარგული, ცოტა და ასე შემდეგ. აი მაგალითად თხის ყველს დაძველებულს გურიაში არავინ არ აკეთებდა. ჩვენ ვიყენებთ მცენარეს, რომელსაც ქვია უნჭო, ამას ჩვენი დიდი ბებიები ნადუხში და ყოლში იყენებდნენ. არ ახსოვს ნახევარზემაც არავის. ჩვენ წავედით გუშინ ნაბეღლავის კლდეებზე და მოვკრიფეთ და ჩამოვიტანეთ და განახებთ. ანუ აბრეშუმიც ყველა ოჯახში ჩოხატაურში იყო აბრეშუმი და აი ყვებიან კიდევაც რომ აი სახლში რაღაცა ახალი სამზარეულო, ახალი კაბა, შვილის გამზითვება, ანუ ყველაფერი უკავშირდებოდა აბრეშუმიდან მიღებულ შემოსავალს. ეს ყველაფერი იყო დაკარგული. ამ პროექტს რო ვაკეთებთ, იმიტომ რომ ის კი არა რომ რაღაცა აქედან რაღაცა დიდი შემოსავალი მექნება. აი ბავშვებს გავაკეთებინეთ თავისი ხელით, პარკი მოვახარშინეთ, რაღაც ეს შვილების გაკეთებულია აბრეშუმის. ამაზე ჩვენ გეგმავთ ახლა დახატვას, ბუნებრივი საღებავებით შეღებვას, თექასთან შერწყმას. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ კახელი ჭიები ჩამოვიყვანეთ გურიაში. აბრეშუმის ჭიები. ჭია არის ის იყო მური. ხო, აი მური არის 1 კვირის მერე, 10 დღის მერე, 15 დღის მერე. ხო, არის 40 დღიანი პროცესი. ჭიამდე ამბავი ჩამოიყვანა. ჭიამდე არის ეს არის როგორ იცი თითქოს თვალით უნახავი ბუსუსან შავი წერტილები რაღაცნაირი თესლი რომ არის ყვავილის მესმის კი აი ისეთი რაღაცა წვრილად დაჭრილ ბჟოლს უყრით ჩვენ ბჟოლს ვეძახით თუთას იმას დაუყარეთ მედაციცომ დავჭერით იგი მწვრილად და დაუყარეთ იყო აი ამდენი არ იყო 1 კვირის მანძილზე უფრო პატარა კიდე აი ასეთით პატარა ფურცელზე იყო 1 გრამი ეს გავაკეთეთ საჩვენებლად რომ რა იქნებოდა ბოლოში მე კი ვიცოდი და ციცომაც კი იცოდა მაგრამ ეს არ იცოდა ბავშვებმა აგერ მაგალითად ჩემმა შვილიშვილებმა და ამაზე უფრო დიდებმა კიდე ხო როგორც მითხარით 80-იან წლებში ჯერ კიდევ ვაკეთებდი კი როგორ არა 85 წელშიც ვაკეთებდი მე ამას მაგრამ 85-დან მე 87-ში უკვე აღარ იყო ხო ეს მური რა გზას გადის მე ეს მაინტერესებს ეს ახლა რომ გამოჭრის ჩვენ გამოვჭერით და გამოვიყვანეთ გამოჭრამდე რა ხდება გამოჭრამდე თვითონ ჭია არის აი ეს აი ზუსტად ეს მაინტერესებს რამდენიმე სანტიმეტრი არის დიდი ჭია მეხუთე იმაზე რომ არის მეხუთე კანში ხო ის თავისით იხვევს თავს და ჩაძრება ამაში და ახლა ასეთ პარკში შეიკრავს თავს ეს მისი გამონაჭერია ნახე ხო და გამოძრა და ახლა რომ იქნა დაყაროს ეს თუ გინდა რომ რაღაცა გამოყენებისთვის რაღაცისთვის კონკრეტულად გამოიყენო უმჯობესია რომ გაჭრა თუ გინდა რომ გრძელი ხარისხიანი კარგი აბრეშუმის ძაფი გამოვიდეს მაშინ ეს არ იჭრება მაგრამ ჩვენ გვინდა აი მსგავსი ნივთების გასაკეთებლად და არ გვინდა რომ დაისვაროს ამიტომ ჭრით ვუშვებთ რომ შიგნით იყოს ქათქათა და სუფთა. გარდა იმისა, რომ იმ ქალბატონებს, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ეს ძველი ტრადიცია აღვდგინეთ, ამ პროცესში ჩავრთეთ რამოდენიმე სკოლა თავისი მოსწავლეებით. და აი არ შემიძლია ისეთი არ ვიცი გაბრწყინებული თვალებით მელოდებოდნენ ხოლმე რომ მივდიოდი იმიტომ რომ ბავშვები თავისი თვალით ნახულობდნენ აი ამ პატარა ჭიისგან მე რა შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო და აქ რომ მოვიყვანეთ და უკვე რაღაცა თავისი თვალით დაინახეს უკვე შედეგი
უკვე საერთოდ არ ვიცი, გაოცებულები დარჩნენ და მე ხო უკვე მეუბნებიან, სხვათა შორის აი უკვე ბევრი ქალბატონი გვეუბნება სოფლიდან, რომ მომავალ წელს თუ დავსვავთ ისევ აბრეშუმს, მათაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ამ კუთხითაც შემოსავალი გაუჩნდება სოფელს. იმიტომ რომ 1 კილოგრამი ღირს 40 ლარი და თუ კი ჩააბარებენ, მოუვლიან და ჩააბარებენ, ამის ჩაბარებაში ჩვენ დავეხმარებით, რა თქმა უნდა, როგორც დავეხმარეთ რამოდენიმე ქალბატონს, ვინც დაიტოვა მური. სადნახავთ 500, მაგრამ 500 რომ მოვიყვანეთ ეს ქალბატონები, თუთა ეზოშიც აღმოჩნდა. რაღაცნაირად ზუსტად იგივე მოხდა რძეზე. რომ დავიწყეთ თხის ყველის წარმოება, ყველა გვეუბნებოდა, რომ ამდენი თხა სად არის, ამდენ ძეს სად ნახავთ და აი მართლა ყველა მეორე დღეს ჩვენთან ჩერდება მანქანა, გვეკითხებიან, რომ ხომ არ ჩაიბარებთ რძეს, რომ ვიყიდოთ ხები თუ ითანამშრომლებთ ჩვენთან, ანუ აი ამას ზუსტად იგივე მოხდა ეხა ამაზეც. სადაა ბჟოლი? რას უზავ ჭიას და მე უკვე ყველას ესე მხარზე გადაკიდებული მოქონდა, რომ ანუ გაჩნდა, უცებ აღმოაჩინა ყველა. ეხლა მე თქვენ ერთ კარგ ამბავს გეტყვით. ამას რამოდენიმეს გაგატანთ. შეგიძლიათ ნახოთ, საზღვარგარეთ ეს ჩვეულებრივად იყიდება. ამას ესე ჩაყობ. ცხელ წყალში და შეგიძლიათ ამითი სახე გაიწმინდოთ. მაგი გვითხრა ეს ეს არ არის ალერგიული და არის არაჩვეულებრივი სახის კანისთვის. სპეციალისტებმა გაგვანდა საიდუმლოება. ეს იყიდება ჩვეულებრივად და არაერთი ქართველი მომხმარებელი ყიდულობს ამაზონიდან და რატო უნდა ვიყიდოთ ამაზონიდან, როცა შეგვიძლია ჩვენ აქ პირდაპირ ამას ყველანაირად დაუმუშავოთ. არ ჭირდება არც არამედ დამატებითი კოსმეტიკური საშუალება, რომ შიგნით ჩადოთ ან ასე შემდეგ, ეს არის ბუნებრივი, ნატურალური, ანტიალერგიული, თბილ წყალში დაასველეთ და ამით გაიწმინდათ სახე. დღეს ვეცდი როგორც კი დავბრუნდები. აი დაიწერა ზუსტად გეუბნებოდით, რომ ამას უნდა თუ ფიქრობ, რომ მსგავსი რაღაცისთვის გჭირდება, უნდა გაჭრადროულოთ, რომ შიგნით არ დაისვაროს. აი ხა შევარჩიეთ თქვენთვის თან გავაკეთოთ და ლამაზები. თან გავაკეთოთ და თან რამდენიმე აი კი ძალიან დიდი სიამოვნებით დავტესტავ და გაგანდობთ მე ჩვენს Instagram გვერდზე. აი სოფელში ცხოვრება არის ეგ ამბავი რა. საინტერესო და სოფელში რო ცხოვრობ, გარემოსთან ადაპტირება ხდება თავისით. გინდა როცა აქ ხარ, გინდა რომ ჯანსაღად იყვებო, როცა აქ ხარ, გინდა რომ ბუნებას უყურო, როცა გაქვს საშუალება, ჩვენ რო გაგვიჩნდა საშუალება იმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლი გაგვეუმჯობესებინა, დავტოვეთ ისევ ხე. ან ჩვენ არ ჩაგვისვამს მეტალოები აივანზე პირობითად, ჩვენ ჩავსვით ისევ ხე, რომ ჯანსაღი იყოს და ბავშვებმა ისუნთქონ. ანუ ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, რომ ბუნებასთან ვიყოთ ახლოს. დროთა განმავლობაში დღეში რამოდენიმეჯერ ჭირდება კვება, აუცილებლად კვება არ უნდა მოაკლდეს, აუცილებლად ფოთოლი უნდა იყოს ჯანსაღი, იმიტომ რომ თუ კი მოხდება ანუ არა ჯანსაღი თუთის ფოთლის მიცემა, მისთვის შესაძლოა დაიღუპოს და ესეთი შემთხვევა მე მქონდა სამწუხაროდ. არ ჭირდება გადახურება, ტემპერატურა არის სპეციალური, რაც უნდა შეინარჩუნო ოთახში. ცოტა ნესტიც უყვარს და ჩვენ ბუნებრივად ეხა გურიაში სადაც ნესტიანი ჰავაა და ეს მოუხდა კიდევაც. აი დააკვირდით თქვენ თვითონ ეს პარკების შედარებით დიდებია, იმიტომ რომ ამას ჰქონდა საკმაოდ კარგი კვება და აი ეს პარკები გამოვიდა შედარებით პატარა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, რა დრო ჭირდება ამ პარკის შექმნას? ანუ დაახლოებით 40 დღე, ხო, 40 დღე, მაგრამ ამ 40 დღის განმავლობაში ეს ნელა-ნელა იზრდება და ბოლო დაახლოებით 5-6 დღის განმავლობაში უკვე ახდენს ბოლომდე ახვევას, ასე კი ბატონო, როდის ხვდებით, რომ ბოლომდე უკვე ახვეული? მე 5 კანს რომ გამოიწვია. ხო, ან თავისი პერიოდები აქვს, ან პირველი კანი, მეორე კანი, მე ნახულობ ზედაპირზე იმ გამოცვლილს, როგორც აქვს და დიახ, მე უნდა დაულაგო სპეციალური ცახები, ესე ქვია, რაზეც ადის და იქ უკვე ხილას ბოთოლი, გვიმრა და კამინი ასე ძახი ჩვენ და ისე ალბათ გვირილა არის ძაფრისონი რომ არის. როცა ვიფიქრე, რომ რაღაცა გარემო აქ როგორ გაგველამაზებინა, მაშინ ვთქვით, რომ აქ უნდა დავდგოთ ვაზი.
და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვეტეთ, რომ დაგვერგო ისეთი ჯიშის ვენახი, რომელიც არის აი ცოტა საქმე ვიწყებულია, აქ არის ჯანი, აქ არის საკმიელა, აქ არის ოცხანური საფერი, აქ არის ჩხავერი. ანუ აქ არის ისეთი ძველი გურული ჯიშები, რაც მინდა რომ იცოდეს ტურისტმა აქ რომ მოვა. და არა მარტო ტურისტმა, მინდა იცოდეს იმ ახალგაზრდამაც, ვინც ფიქრობს, რომ გურიაში არის ცოლიკაური და ადესა. არა, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ჯიშის ყურძენი გვაქვს და ეს უნდა ადამიანებმა იცოდნენ. და ეს არის მცირე სადემონსტრაციო სირე, მაგრამ თუ ჯიშების. თუ ნახე რომ მოვუარეთ, გავადიდებთ გვაქვს მე იქით სივრცე. ეს არის აქედან ხედი რა პირველად მოგზავნით, აქ არის სადეგუსტაციო სივრცე ტურისტებისთვის და აქაც ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ძველი ნივთები განვათავსოთ. მაგალითად ახლა როცა აი ეს დერგი, ამ დერგში ჩემი მეუღლის ბებია, მედეა კვარაცხელია, იგივე ტატულა ბებო ინახავდა ყველს. საუკუნის დერგია. და მე ამაყება რომ აქტევს რა, იმიტომ რომ ეს რომ მომქონდა რადგინდა უმითხეს დამალებები აისაცხაოდა. დამალე კი არა, აი გამოჭიმულია. გამოსაჩენ ადგილას. ზუსტად. ეს დერგი არის ნუნუ ქერქაძის ჩვენი მეზობელი იყო, რომელსაც მე არ ვიცნობ, მაგრამ მის დაღუპულია უკვე ეს ქალბატონი, მაგრამ მისმა რძალმა ხათუნა კალანდაძე მაჩუქა, იმიტომ რომ გაიგო რომ ესე დერგში მინდა რომ ყველი ჩავდო და ჩემი საქმიანობა დავუკავშირო ყველს, მისი ოჯახის რელიქვია გვაჩუქა ჩვენ და აი ეს ნივთები, ეს არის ჩემი ბებიას ნაქონი უთო, ეს არის ჩემი ბებიას ნაქონი დერგი. ზუსტად რო ჩამოვდიოდი სოფელში და მაჭმევდა თხის ყველს ამ დერგში ინახავდა და ამიტომ სადეგუსტაციო კი არა ადრე თუ გვიან ეს ადგილი მუზეუმი გახდება მგონი და უნიკალური ეს არის ქვევრი ბოდიში კასრი მუხის კასრი მეზობელს ქონდა ეზოში და ვუთხარი რომ გეხვეწები მომეცი მეთქი და მომაშორე აქედანა მითხრა ესა და ეხა ინანებს ამას რომ დაინახავს როგორი რაღაცა ესეთი მინი სამზარეულოს გაკეთებას ვცდილობთ აქ და ესეც საბოლოო შედეგი. გასაოცრება. გვაქვს ჯერ ვიზუალურად და გემოსაც გავუსინჯავთ. 9 სახეობის თხის ყველი გვაქვს და ვაძველებთ, როგორც გითხარით, ევროპული ტექნოლოგიებით, მაგრამ ესე გურული ხასიათის შერწყმით და ჩვენი მცენარეების შერწყმით. პიტნა, ონჭო, მწვანილი, ყველაფერი ხარობს ჩემეზოში და გადმოგვაქვს აქ ამ გემოებში. ყველა დაძველებულია, ნინო? ყველა დაძველებულია. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყოა ოცხანურ საფერეში დაძველებული თხის ყველი, იმიტომ რომ ეს არის სოფელი ხიდისთავი, მაგრამ მისი ძველი სახელწოდება იყო სოფელი ოცხანა და ეს ღვინო იწურება ჩემი მეუღლის დებია ბაბუის ოჯახში. ქალბატონი დარეჯანი წურავს ამ ღვინოს, დარეჯან კალანდაძე და რა ვიცი, ანუ ღვინო საინტერესო, ამბავი საინტერესო და რაღაცნაირად მეამაყება ეს ყველი. ნამდვილად საამაყოა. დაძველება რას გულისხმობს ნინო ბოდიში შეგაწყვეტნით? რა პროცესს გადის ყველი დაძველების პროცესში? ჯერ თავიდანვე დამზადების დროს აქვს თავისი ტექნოლოგია იმისთვის რომ დაძველდეს, უნდა კარგად გამოვიდეს შრატი თვითონ მარცვლიდან, თორე სხვანაირად არ გამოვა ეგ ამბავი და მერე ვაძველებთ ჩვენ უკვე სპეციალური ტექნოლოგიით აუცილებლად ხის დაფებზე. ანუ ეს უნდა იყოს ფოთლოვანი ხის დაფები, არ უნდა იყოს წიწვოვანი, ყოველდღიურ მოვლას საჭიროებს, ყოველდღიურ მოფერებას საჭიროებს შვილივით, უნდა ყოველდღე ჩახვიდე, გადააბრუნო, გაწმინდო, ყველი ცალკე, თარო ცალკე აუცილებლად, სპეციალური ტემპერატურა ჭირდება თავისი მაცივარსაც, ტენი ჭირდება აუცილებლად თავისი, არ უნდა გამოშრეს ზედმეტად და რა ვიცი მისი ბუნებრივობა და ნატურალურობა არ უნდა დაიკარგოს. ხავე ვიღაცამ მკითხა რითი ღებავთო? არაფრით არ ღებავთ, ეს არის ღვინო, ბუნებრივი, ნატურალური. ეს არის ჩვენი ეზოს მწვანილი, ეს აძლევს ამ სიმწვანეს. ყვითელი ყვავილი ჩვენი ეზოსი თვითონ აძლევს ამ ყველაფერს. ნახშირი ამ ყველით ცოტა მიამაყება, იმიტომ რომ თან ყველის გემო აქვს, თან კარაქის გემო აქვს, აბა თუ დააგემოვნებთ. ეს რითია? ეს არის ნახშირით. ანუ გარდა იმისა, რომ თვითონ ყველი არის სასარგებლო, ნახშირიც ადამიანის ორგანიზმისთვის კი იცით, რამდენად
საჭიროა. მოგწონთ? მართლა? მოდი, აბა ახლა ღვინიანი გავს. მე ძალიან მიკვირს, როცა ადამიანები ამბობენ, რომ თხის ყველი არ უყვართ. ხო. აი, ჩვენ ვცდილობთ ამ განსხვავებული გემო აქვს და ნამდვილად. ისეთი მსუყიან მარტივად სუყია, განაყრებს. ეს არ არის რაღაცა ესე სადილზე მისაყოლებელი. კი, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს და სიყვარული, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ესე ღვინოსთან ერთად დეგუსტაციაზე სპეციალურ რაღაცა ესე სხვანაირ გარემოში მისერთმე. ყველა რამდენიმე წამის შემდეგ რაღაც სხვა გემო. ბოლოში ტოვებს. გუშინ მითხრა ზუსტად ერთმა მომხმარებელმა, რომ ანუ ბოლოში მოაქვს ის გემოები, რასაც თავში მეუბნები, რომ არისო. წიწაკიანი არის ყველაზე გაყიდვადი. არ ვიცი, აბა დააგემოვნეთ. აი ეს ნაჭერი. ერთით დიდია? არა უშვს. წიწაკიანს ყველაზე. აუ ძალიან კარგია. აბა ღვინიანი დააგემოვნეთ. ჩვენი შეღებილი ყველი. აბა ნატურალურად შეღებილი ყველი ვნახოთ. ღვინის სიბრძნე და სიდიადე მოიტანა. ის აი ზაფრანიანიც ცოტა უცხოა რა. კონდარზე და პიტნაზე რო გადავალთ. პიტნა იქნება ყველაზე ნაცნობი გემო თქვენთვის, იმიტომ რომ მიდის ეს საფრანიანია. მიდის ნადუღიანი, პიტნიანი ნადუღისკენ. პიტნიანი, ხო. აი ხა რასაც თქვენ აგემოვნებთ, უფრო უცხო გემოებია. ეს არის მწვანილით. აბა ესეც ნახეთ. ესეც ძალიან კარგია. როცა შენი ხელით ქმნი იმ პროდუქტს, რაც გინდა რომ მომხმარებლამდე მივიდეს, ყველანაირად ვცდილობ, რომ რაღაცა სხვა დანამატები დაუმატო, გაალამაზო, გაამრავალფეროვნო, რომ არ იყოს ერთი და იგივე. როცა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ქალაქიდან გადმოსვლაზე, ცხოვრობ დედაქალაქში, ხარ დასაქმებული, სტაბილური, მაგრამ რუტინულ სამსახურში, იქ ტვინი ესე მრავალფეროვნად არ ფიქრობს. სოფელი და ბუნება გაძლევს მაგის საშუალებას, რომ გაიჭრა იქ სადღაც ზევით. რაც დღეს მოვისმინე, ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და ის მაგალითი. გაბედვა გინდათ არ გადადოთ, იმიტომ რომ თუ გადადებთ, მე აუცილებლად ინანებთ, რომ ნეტა გუშინ გამეკეთებინაო. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ თქვენთან მოვედი, გიცნობთ და მთელი გულით და სულით გისურვებთ წარმატებებს. ჩვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ გადაცემას შეგიძლიათ უყუროთ. მე ვარ ფერმერის YouTube არხზე, Facebook გვერდზე, Instagram გვერდზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ. ასევე გამოიწერეთ ნინოს გვერდით, კალას ფერმა. კალას ფერმა. ჩვენ ერთ კვირაში ისევ შევხვდებით. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. მადლობა თქვენ. დროებით. დროებით.